კავკასიურ სახელმწიფოებში ქრისტიანობის გავრცელება მე-4 საუკუნიდან იწყება. რეგიონში ქრისტიანობის გავრცელება პირდაპირ უკავშირდება ამავე საუკუნეში რომის იმპერიაში ქრისტიანობის აღზევებას. ამის მიუხედავად, სომხეთშიც, ქართლშიც, ეგრისშიც და კავკასიის ალბანეთშიც მოგვიანებით გავრცელებული მოსაზრებებით და გადმოცემებით ამ პოლიტიკურ ერთეულებში ქრისტიანობის პირველად ქადაგება პირველ საუკუნეს და ქრისტეს მოწაფეების სახელებს დაუკავშირდა. ვინ ითვლება კავკასიის ალბანეთის განმანათლებლად? ვინ იყო ალბანელთა პირველი ქრისტიანი მეფე? სად მდებარეობდა ალბანეთის ეკლესიის წინამძღოლის პირველი რეზიდენცია? ამ და სხვა კითხვებზე პასუხების გაცემას ამ ვიდეოში ვეცდები. როგორც უკვე მოგახსენეთ, რეგიონში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ადგილობრივი ეკლესიები და ხშირად ამ ეკლესიების წიაღში დაწერილი ისტორიული წყაროები გვიყვებიან, რომ ქრისტიანული სარწმუნოების ქადაგება მათ მიწებზე ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში მოხდა. კავკასიის ალბანეთის შესახებ დაწერილ ზოგიერთ ისტორიულ წყაროში, განსაკუთრებით კი ალბანთა ქვეყნის ისტორიაში ვკითხულობთ, რომ კავკასიის ალბანეთის მიწაზე ქრისტიანობა პირველ საუკუნეში იქადაგა წმინდა ელიშა. გადმოცემების ერთი ვერსიის თანახმად წმინდა ელიშა ქრისტეს 12 მოციქულიდან ერთ-ერთის, იუდა ლევის, იგივე იუდა იაკობისას, რომელიც ხშირად თადეოზად მოიხსენიება, ერთ-ერთი მოწაფე იყო. მაშინ, როცა თადეოზი ქრისტიანობის საქადაგებლად სომხეთში იმყოფებოდა. თადეოზის მოწამეობრივი აღსრულების შემდეგ ელიშა იერუსალიმში ბრუნდება, სადაც მას მაცხოვრის ძმა და იერუსალიმის ეკლესიის პირველი წინამძღვარი იაკობი აკურთხებს, რის შემდეგაც ელიშა ამ რეგიონში გამოემართება. მეორე ვერსიის თანახმად წმინდა ელიშა თავად უნდა ყოფილიყო ქრისტეს 70 მოციქულიდან ერთ-ერთი. გადმოცემის თანახმად იერუსალიმში მიღებული კურთხევის შემდეგ წმინდა ელიშა შემოდის კავკასიის ალბანეთის მიწებზე და იწყებს ქრისტიანობის ქადაგებას. ამ ამბის თანახმად ის აქვე გიშში არსებს პირველ ეკლესიას. გიშის ადგილმდებარეობაზე ორი სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ერთი მას აზერბაიჯანის ჩრდილოეთით, თანამედროვე ქალაქ შაქის მახლობლად არსებულ გიშს უკავშირებს, ხოლო მეორე ვერსიის თანახმად ელიშეს ამბავში ნახსენები გიში თანამედროვე გიშიდან 60 კილომეტრით სამხრეთ-აღმოსავლეთით ქაბალასთან არსებული დასახლება იყო. თანამედროვე გიშის ტერიტორიაზე დღეს ქართული მართლმადიდებლური ტაძარი დგას, რომელიც აქ შუა საუკუნეებში ქართული ეკლესიის გავლენების ზრდასთან ერთად აიგო. შუა საუკუნეებში აქვე დაარსდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი საეპისკოპოსოც. ელიშეს მიერ გიშში ეკლესიის აშენების ამბავი სიმბოლურად კავკასიის ალბანეთის ეკლესიის დაარსებად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ელიშეს მოღვაწეობის ბოლოს ის ადგილობრივმა წარმართებამ მოკლეს, რის შემდეგაც მისი სხეული ორმოში ჩააგდეს.